ჩემჭრელასთან ერთად მომიწია ჩართვა დილამშვიდობის. როგორ ხართ? განუყოფელი ნაწილი სახლიდან გასულა და ნაგავი. თქვენც ასე ხართ? არ მახსოვს ნაგვის გარეშე სახლიდან გავსულიყავი. თუ 8 ჯერ არ ვიტყვი. ეს შველივით ძაღლი არის ცოტა საშიში. იცის კბენა, მოპარვა და გუშინ დავალაგე. კაი, ცუციკო, კაი, შენ კარგი ბიჭი ხარ თუ გოგო ხარ, წედი? ჯაი, გაიქეცი. გუშინ დავალაგეთ 125 კვადრატი. დილამშვიდობის, როგორ ხარ? კარგად. ხოდა? გაწყვეტილი ვარ, ყველაფერი მწკრივა. საბინტულმა დავიძინე. და კუნთები რომ გავახურო, იმისთვის მანქანა დავტოვე. და წავიდეთ რაღაცები ვიყიდოთ. ნაგუშევრები ეს გადავსებული. მე მაქვს ფეულები ნაგავი რომელიც და პურ რომელსაც არ ვაგდებ ნაგავში იქ მივაკიდე ხოდა გუშინდა დამკვეთზე მოგიყვებით იმიტომ რომ საინტერესო იყო. ძალიან იშვიათად შეხვდებით ეს ადამიანს. ადამიანს განათლება რომ მოხდება. ადამიანობა რომ მოხდება, ისე არც ბრენდული სამოსი ხდება, არც იმამო და არც მაკიაჟი. მოკლედ დამკვეთი იყო ჩემზე ოდნავ დიდი გოგონა და მოვიდა დედა სტუმრად. რომელიც იყო 75 წლის. ოღონდ არ წარმოიდგინოთ თქვენ. ანუ, ხელი იყო ძალიან ლამაზად ჩაცმული. იდეალური თმის ფერით. ჯერ პირველივე შთაბეჭდილება იყო ის, რომ რა ლამაზია, ნეტა მეც რომ შევალ ასაკში მეც ვიქნები თუ არა, ასეთი. ხოდა ანუ აი არ დაგვდებდა ცოცხლით, რაც შეეძლო მაქსიმალურად გვერდში გვედგა და მე რომ მინდოდა ის ჰაი კლასის სისუფთავე. ანუ პირველადი ჭუჭყის აღების მერე 1-2 3 ხოვწმენთ. მან მეუბნებოდა ხოლმე თავი დაანებე. მე ვიმუშავეო საბერძნეთშიო. და რომ გამოვდიოდიო, ისეთი დაღლილი ვიყავიო. არაფრის თავი არ მქონდაო. და ღმერთს ვევედრებოდიო. ის ახლამდე მიმიყვანე, ისე მტკიოდაო ყველაფერი. მაგრამ მე თავს ამით ვიმშვიდებდიო, ფული ხომ მიდევს ჯიბეშია და გამახსენდა ქალბატონი, რომელიც ისრაელში მუშაობდა, არ მახსოვს მოგიყევით თუ არა. ერთ ბინა დავულაგეთ და იცით რა გააკეთა. თითზე სალფეტკი წამოიცვა. ასე ჩამოიარა. ყველგან შეამოწვა. და სარკასტული ემით თქვენ მე დაალაგებას ვერ მასწავლით და რაღაც და ამ დროს რეალურად მოეწონა. და მეორე სახლი ქონდა. კიდევ და რომ დამირეკა ჯავშანზე მე ვუთხე რომ თქვენ სახლს არ დავალაგებ. როცა ადამიანს გამოვლილი აქვს და ის კალოში გცნია ცხოვრებაში, ნებისმიერ სიტუაციაში რა აქვს მარტო დავალაგება არ მოიაზრება, ან თუნდაც გაჭიროებაში, ბედნიერებაში, ურთიერთობაში უნდა დარჩე ადამიანად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ლამაზი ხარ ბატონო. ლამაზი ვარ? ლაპარაკო. დილამშვიდობის, როგორ ხართ? არ მომდიხარ თან სურათს. არ ვიღებ სურათს არა.
ასე ხდება უბანში. ეს იყო ჩვენი მძღოლი, როცა მე მანქანა მყავდა. ხონა წავეც. გადაწყვეტილება იყო გარეთ გამოსვლა. ვიყავი PSP-ში და შემდეგი გაჩერება გაწერა. გაუმარჯოს. ნამდვილად გამარჯობა. მე რომ თქვენი გადასაყვარს გამიხადო. იქ ალბათონი იყო. არაფერი არ ვშვენს. არც ჯონინი და არც აღარავინ ისეთი მაქვს დაუხრებული. წავიდეთ ტაძარში, მაინც არ ვთქვათ ადამიანებზე ცუდი. ხომ მივეღეტე. შევსულიყავი კარგ სალონში. არ მომივიდა ეს. ასე იცის ფულის დაზოგვა. მე მიყვარს ეს ფოთოლშვენა. ეხლა ვფიქრობ მეზოვეების შეგრძნებებს. ნახეთ იქ ჭადარი დგას მან ჭადარი. და ოდნავ ნიავი რომ დაუბეროს, მოდის ყველაფერი. ოვეჯი. რატო შვები ეგრე არ ვიცი. ისეთ ვალე ხო ძალიან მოგწონდათ. კატყთა. ვერ მომიტანია ხელოსან, ვერ მომიბია თავი. რა ვიყიდე ახლა? ასე გადავწყვიტე რომ ძალიან დავეღლები. ჩემ თავს რაზეც აქამდე უარს ვეუბნებოდი, ის გავაკეთო ხოლმე. შევიცინო ხოლმე. თუ ვიღებდი ბიუჯეტურ რაღაცებს მოზაიკაში, გავაძლიერებ თქო. მოკლედ თან 50%-იანი ფასდაკლება აქვს PSP-ს, როგორ გამოვტოვებდი. გავხდი მარკეტინგის მსხვერპლი. რა შევიცი? მარკეტინგის მსხვერპლი გავხდი იმაში, რომ ვიყიდა ესენსის ფილტრი. კარტრისის თვალის ამოსანათებელსაც ვეძებდი, იმიტომ რომ ცოტა არ მომწონს, ჩემი სიშავეები არ მაქვს, მაგრამ რაღაც ფერი შეიცვალა კანმა. მიუხედავად იმისა, რომ ხათოს მზის დამცავის დროს არაფერი არ მჭირდება და ზოგადად ეხაც არაფერი არ მისველ, ვფიქრობ, რომ ოდნავ ნიკაპზე მაქვს ლაქები დანარჩენი, აქ ხათოს ნიშანი, აქ ოპერაციის ნიშანი, დანარჩენი არ მჭირდება ტონალურები, ფილტრები და ასე შემდეგ, მაგრამ გერმანიიდან ჩამოტანილი ძალიან ძველი 4 წლის წინანდელი რაღაც მაქვს და ვაი და სადმე გავიდე. რახან 51%-იანი ფასდათმობა იყო. კიდევ ოდნავ ზედმეტი ფული როდის მექნებოდა და მარაგში ავიღე ჩემი დამოტენიანებელი კრემი მგრძნობიარე კანისთვის და ვიღირსე ლაროშეს დასაბანი. საშუალება. ესეთი ცხიმიანი კანისთვის ავიღე. ნიკასაც აკნე აქვს. ხო და ეხლა ვნახოთ რა მოვიგე. არა წერია პირველად ფასები კი. ანუ ეს სამი პროდუქტი ღირდა 155 ლარი. და გადავიხადე 82 ლარი. არ არის ცუდი. სახის დასაბანს ვყიდულობ იშვიათად შესაბამისად მერჩევნია რომ იყოს კარგი. ტაძრიდან წამოვიღე. ხო, ახლა ძალიან მაბედნიერებს. ეს არის ამბები, რომელიც ძალიან მაბედნიერებს. ხდილითაც ავდექი, სიჩუმეში მივალაგე სახლი, ამოვრეცხე ჭურჭელი რა თქმა უნდა. ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემს ნიჟარაში ვერასდროს ვერაფერს ვერ იპოვის. მოპილასოსი ვერ ჩავხდე, გამოვხვეტე სული წესით დავასუფთავ, ერთი ნიკას ოთახი გადავჭა, სარეცხი და ნუ ეს დილის რუტინა, როცა მოვამთავრებ ყველაფერს ხალათით, მე ვდგავარ და იმ
პირის ღრუს დამუშავებაც ძალიან დიდ ხანს მიყვარს, სახის კანის მოვლაც ძალიან დიდ ხანს მიყვარს და იმჯერდება უკვე ინექციები, ნახეთ, მივიდა შუბლი, მაგრამ აშკარად კარგად მინახავს ის 6-ში ერთხელ ბოტოქსიც და წელიწადში ერთხელ. კაი, ახლა რაღაცები ვიყიდე, იმიტომ რომ აქ ხომ იცით რომ ყარი ხოლმე მე კაკა კუკუკებს ის გამოდის ოთახიდან და ეძებს. ბანანი. ეს ეთყობა პიკნიკმა დააკეთა ალბეთ გოლთან კოლაბორაცია, იმიტომ რომ არაფრის მთქმელი შოკოლადი გახდა საბოლოოდ. თავიდან თითქოს ძალიან მომწონდა და მე ნიკუშას არ უყვარს ქიშმიში. ახლა და ასეთი ავიღე. ორცელი. არაფრის მთქმელი პეჩენია. ექტოს. ფასეთმობაში იყო. ეს ძალიან უყვარს. ეს ორი. შესქელებული რძე ვიყიდე. გადავწყვიტე რომ გავაკეთო მედოგი უცებ რულეტი. გაგიზიარებთ თუ კარგი გამომივიდა რეცეპტსაც დაგიდებთ. სამი ფენის ამბავი არის. ესეც მედოგისთვის ვიყიდე და თან ჩემი კუნწულიკო კარგად ჭამს და ბევრი ვიტამინი არის საჭირო. როგორც ხილ და ციტრუსო მოყვარული ამაზე ექნება ემოცია და რეაქცია. პორტოხალი აღერთა ძვირი. მე მგონა უფრო ძვირი ეღერებოდა 5 და 80 საერთა კილო. მანდარინი. ვანილი, მეყვარს გემრიელობები. კარაქი ნამთხრისთვის, ამებს გარეთ დავუყრირო, ოთახის ტემპერატურის იყოს. კვარცხლსაც გამოვიღებ შემდგომ. ესეც სასეთმობაში იყო. დაიამ არაფერში, გარდა იმის რომ ხედავ კარაქს, შესქეკებულ რძეს, ხედავ ნიგოს. მიწის ხელსაც ხედავ, გადავიხადე 62 ლარი. არაფერში ხალხო არ ვიცი. ნეტავ ყველა სურვილი რაც მე მინდა რომ მქონდეს და შევისრულო, რამდენი უნდა მქონდეს დღიური შემოსავალი. ორშაბათს მიყვავს ნიკოლოზი ექიმთან. მუხლზე ვარწუკაშვილია თუ არ ვცდები. დაიხა ფეხსაცმელი. კიდევ რა ვთქვი? ხო, რაღაცები ჩამოწერილი მაქვს. არ ვიცი. რაც შეეხება საცხს ძლივს გამოვიჭირე ის, რომელიც მე მომწონს. 56 ლარი ღირს ისე. ხან 30%-იანი ფასდათმობით ვიყიდულობ ხოლმე და 50-იანში თუ ვიყიდე, ხო, ძალიან მიხარია ხოლმე. და 32 ლარი ეხა ჩვეულებრივი კანის საცხი ღირს და ვფიქრობ, რომ ნორმალურია, მიუხედავად იმის, რომ ძალიან პატარაა. 40 მილიგრამიანია. მაინც თანახმავარ, იმიტომ რომ ძალიან უხდება ჩემს კანს. So, ეგ არის სულ წავედი მე. ბედნიერ კვირა დღეს კი სურვებთ და საჭმელს რომ დავიწყებ. გაგიზიარებთ და ძალიან ბევრი კომენტარები დამიგროვდა, მაგის წაკითხვაც მინდა წავედი.